შეგვიძლია თანამშრომელი, რომელიც ყველაფერზე ამბობს, დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ გარემოა და ისიც, რომელიც ფიქრობს, რომ დედამიწა მის ირგვლივ ბრუნავს. დღეს სიუჟეტში მოგიყვებით თუ რატომ ფიქრობს თქვენი უფროსი, რომ ზარმაცი ხართ, როცა უბრალოდ ავტობუსმა დაიგვიანა. დღეს ვისაუბრებ ატრიბუციის თეორიაზე, მიკერძოებასა და იმაზე, თუ როგორ იშლება ჩვენი ობიექტურობა ყოველდღიურ სამუშაო ცხოვრებაში. თამარი ოფისში ყოველდღე აგვიანებს 15 წუთით. მისი ხელმძღვანელი ნინო ფიქრობს, რომ თამარი არის ზარმაცი, არაკომპეტენტური და არ იცის დროის მართვა. ხოლო თამარის კოლეგა მარიამი კი ფიქრობს, რომ ალბათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა იყო, ან ბავშვი სკოლაში დატოვა. კონკრეტული кейსი აჩვენებს თუ როგორ ვაფასებთ ერთსა და იმავე ქცევას. გიორგი მოამზადა პრეზენტაცია გუნდთან ერთად. როცა კლიენტს მოეწონა პრეზენტაცია, გიორგიმ თქვა: "ეს იდეები ჩემი იყო. ვიცი რა მუშაობს." როცა მომდენო პრეზენტაცია არ მიიღეს კარგად, გიორგიმ თქვა: "კოლეგებმა მასალები არასწორად მომაწოდეს. მე რა შემეძლო?" გიორგიმ წარმატება მიიწერა საკუთარ ნიჭზე, ხოლო წარუმატებლობა სხვებს და გარემოს დააბრალა. HR მენეჯერს ლელას აქვს აზრი, რომ ახალგაზრდები უფრო პროდუქტიულები არიან. როცა 50 წლის თანამშრომელი ამზადებს ინოვაციურ პროექტს, ლელა ამბობს, ნორმალურია. როცა 25 წლის თანამშრომელი იგივეს აკეთებს, ლელა იძახის, ბრწყინვალეა. შედეგად, აღქმა იმართება წინასწარი წარმოდგენით და არა ფაქტებით. დავითს აქვს ძალიან კარგი გარეგნობა და კომუნიკაციის უნარი. მართალია ხშირად აფუჭებს კომუნიკაციას, მაგრამ მენეჯერი ამბობს, ის საერთო კუთხით შესანიშნავია. შედეგად, ერთი პოზიტიური თვისება ასაზრდოებს საერთო დადებით შეფასებას, კონკრეტულად გარეგნობა. სამუშაო ინტერვიუებზე ერთმანეთის მიყოლებით მოდიან კანდიდატები. პირველი კანდიდატი სუსტი იყო. მეორე საშუალო დონეზე. მენეჯერი ამბობს, მეორე საოცრება, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად საშუალოა. შეფასება. აქედან შეფასება დამოკიდებულია წინა მაგალითზე და არა ობიექტურ სტანდარტებზე. ნატა ახალგაზრდა გოგოა, რომელიც კოდირებით არის დაკავებული. მისი ხელმძღვანელი ფიქრობს, გოგოების საქმე ტექნოლოგიების საერთოდ არ არის. გათხუდება და საქმეს მიხედავს. კონკრეტული მაგალითი გვაჩვენებს იარლიყის მიწერებას, ხოლო სქესის ან ასაკის საფუძველზე. ჯაბა ხელფასზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. პირველად ამბობს 1000 ლარს ველოდები. მენეჯერი ვეღარ ითვალისწინებს, რომ პოზიცია 1500-საც ითვალისწინებს. შედეგად, პირველადი ეფექტი მოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასასრულს მოცემული სიტუაციები ნათლად აჩვენებს, რომ ორგანიზაციულ ქცევაში ადამიანები არა ფაქტებით, არამედ ემოციებით მოქმედებენ.